ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ზურა მახარაძეს. მე მგონი წარდგენა არ ჭირდება ამ პიროვნებას. დიახ. სწორედ ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს ჩვენი ერთობა და შრომელი ხალხი, სოციალური პრობლემები უნდა იყოს წამოწეული წინ. ზურა მახარაძე თავის სიტყვით გამოვა თქვენ წინაშე. გამარჯობა, ჭიათურა! იმის მიუხედავად, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ძალა თქვენ გიჭერთ მხარს, მე ხარ არავა რაკ პარტიის წარმომადგენლის სტატუსით, იმიტომ რომ ეს პროტესტი არც ერთი პოლიტიკური ძალის კერძო საკუთრება არ არის და არ შეიძლება რომ რომელიმე პარტიამ მიიწეროს. ეს პროტესტი არის თქვენი პროტესტი. ეს პროტესტი არის შრომელი ჩვეულებრივი ხალხის პროტესტი და ჩვენ უნდა დაგიდგეთ გვერდით, უნდა მოგისმინოთ და გითხრათ რაში შეგვიძლია თქვენი დახმარება. დღეს მინდა გითხრათ ერთი რამ. ბევრი ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას და ამბობს რომ თქვენი მოთხოვნები უსამართლოა. ტყუილია ეგ. და რატოა ტყუილი, მაგაზე მინდა ვისაუბრო. ის რაც აქ ხდება დიდი უსამართლობის შედეგია. თქვენმა მამებმა, ბებიებმა და ბაბუებმა აშენეს თავისი შრომით ეს ყველაფერი და მაშინ ეგ ხალხის საკუთრება იყო. და როცა ქვეყანა აირია, ვიღაცებმა დრო იხელთეს და თავის ჯიბეში წაიღეს ეგ. და როდესაც ეხლა თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ მაგისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს და სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ეგ არ არის უსამართლობა, ეგ არის სამართლიანობის აღდგენა და რაც თქვენი იყო, თქვენ უნდა დაგიბრუნდეთ. იცოდეთ, მთელი ამ წლების მანძილზე რამდენჯერაც პროტესტი ქონია, ვისწავლეთ მარტო ერთი რამ. ყველას ფეხზე კიდია ხალხის ხმა, სანამ მათ დისკომფორტი არ ექნება, სანამ არ შეწუხდებიან. ამიტომ როცა თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ რახან ჩვენი ხმა ვერ გაიგეს, მათთან მივალთ და შევაწუხებთ, ეგ არის სწორი გზა. ეგ არის გზა, რომელსაც უნდა გაყვეთ და როცა საკმარისად შეწუხდება ხელისუფლება, როცა საკმარისად მიხვდება, რომ თითოეული ჩვეულებრივი ქართველის, ჩვეულებრივი მშრომელის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს, მერე გამარჯვება იქნება ჩვენთან და მე როგორც რიგითი ჯარისკაცი დავდგები იქ, სადაც თქვენი ლიდერები, სადაც თქვენი ტყვით, გამარჯვება იქნება ჩვენთან. ჭიათურას, საქართველოს გაუმარ! 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 მადლობა დიდი.